თემა, რომელმაც შესაძლოა თუ არასწორად მოვიქცევით ჩვენი და ჯანმრთელობა აქტუალურია ყველა ასაკის სქესის რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმები, ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. ფეხსაცმელი არა მარტო ჩვენი გარდერობის ნაწილია, არამედ ის პასუხისმგებელია ჩვენი სხეულის ჯანმრთელობაზეც, მაშინ როცა ფეხსაცმელს მხოლოდ მოდისთვის ვარჩევთ, შეცდომას ვუშვებთ, რადგან არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი აზიანებს სხეულს და შესაძლოა ჯანმრთელობასაც. მედიკოსები ამბობენ, რომ ხშირად ფეხის დეფორმაციის მიზეზი სწორედ ფეხსაცმლის არასწორი შერჩევაა. ჩვენი სტუმარია ორთოპედ, ტრავმატოლოგი ბიძინა კანაშვილი, რომელიც ასარგებლო რჩევებს მოგცემს. ბიძინა, მადლობა, რომ ხარ ჩვენთან სტუდიაში, მოგესალმებით და დავიწყოთ საუბარი ამ მართლა აქტუალურ თემაზე, იმიტომ რომ ბევრმა ალბათ არც იცის რა ზიანი შეიძლება მოუტანოს არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა. ამიტომ დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ფეხსაცმელს შევიძინთ. ჩემგანაც მადლობა, რომ ვარ თქვენი სტუმარი. ბევრი ნიუანსი აქვს მნიშვნელობა ძალიან, ხო, ალბათ პირველ რიგში თვითონ არის ადამიანის ფაქტორები. ეს არის რომ თვითონ ტერფს რა ორთოპედიული აგებულება აქვს, როგორი არის ადამიანის წონა თვითონ, ხო, როგორი არის ასაკი და რა არის ის ყოველდღიური სამუშაო, რასაც ეწევა. კი ბატონო. და უამრავი სხვა ფაქტორია კიდე რომ ხო და აი ეს ფაქტორებია საინტერესო ზუსტად რომ ჩვენ დავეხმაროთ ადამიანებს სწორად შერჩევაში. ნუ თავის დავაცხადე, პირველი არის კომფორტი ალბათ, ხო? აი თუ კომფორტულია ფეხსაცმელი, შეიძლება ითქვას, რომ ის კარგია ფეხსისთვის. თუ არც ესე მარტივად არ არის საქმე. მასე არის, კი. და რატო იცით რომ აი მე თუ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომიწია როგორც მუშაობა, ასევე რაღაც პერიოდით ყოფნა და ძალიან იშვიათი არის თუნდაც ამერიკაში და ევროპის დიდ ნაწილში რომ ადამიანი ნახო ქუსლიან ფეხსაცმელზე, იმიტომ რომ ყველა მაინც გადავიდა იმაზე რომ აი როგორ უნდა იყოს უფრო პრაქტიკული, კომფორტული. კი, გასაგებია, მოდის ნაწილი არის, ხო? ყოველ შემთხვევაში კომფორტული ფეხსაცმელი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დღის მანძილზე ხვდებით, რომ არასწორად არ გვეცვა. ხო, რავი, ჩემთვის მოდა ის არის, რაშიც კომფორტულად ვძნობ თავს, რაც არ უნდა იყოს და არა ბრენდი, არ ვიცი ხა, ვიღაცისთვის ისია, ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში. მე მინდა კითხოთ ფორმაზე, თვითონ ფეხის ფორმა და თქვენ წონა ახსენეთ, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირობითად, როდესაც მძიმე წონიანი ადამიანია, ამ შემთხვევაში ალბათ შედარებით სხვანაირ ძირზე უნდა იყოს შერჩეული ფეხსაცმელი, ხო? კი. ტერფს აქვს რამოდენიმე ფორმა, ხო, ანუ მაგალითად არსებობს ტერფი, რომელიც არის შედარებით უფრო განიერი, ხო? და ვაიდი არის ხოლმე, ცოტა განიერი კლასიფიკატორი აქვს ფეხსაცმელს. უამრავ ბოტას აქვს ხოლმე რეგულარ ფიტი, კეჟუალი და ვაიდი, ხო? ანუ გამოწერისას თუნდაც ან შეძენისას ამას ვაკვირდებით. მნიშვნელოვანი არის ასევე თვითონ როგორი არის სილზარღვანი სტატუსი, ხო? ანუ არსებობს პიროვნება, რომელსაც აქვს შეშუპება, ვენების პრობლემა, ლიმფოსტაზი, აქ კიდევ სხვა ფაქტორებს ენიჭება მნიშვნელობა და ძირითადი რა არის, რომ თვითონ ფეხსაცმლის ძირითადი მნიშვნელობა არის ორი რამე, ხო, ერთი რომ იყოს დაცული და მეორე არის ის რომ აძლევდეს სხეულს დამატებით ამორტიზაციას. რა თქმა უნდა, როდესაც იზრდება ჩვენი ფიზიკური აქტივობა, წონა და თუნდაც ადამიანს აქვს თვითონ ბრტყელტერფიანობის რომელიმე ფორმა, თვითონ ფეხსაცმელი უფრო მეტ წილს ასრულებს თვითონ პრობლემური ტერფი და შესაბამისად კომბინაციაში გვჭირდება ჩვენ რომ ეს ენერგია არ გადადიოდეს სხეულის ზედა ნაწილებზე, ხო, აი ძალიან უხეში და სასაცილო შედარებაა ხო მე თუ მეტეს ექიმისგან ვთქვათ ყოველ შემთხვევაში ტერფი არის ამორტიზატორი ხო ამორტიზატორი კარგი თუ აქვს მანქანას მაშინ ყოფნა რა თქმა უნდა ბევრად უფრო კომფორტულია ნამდვილად კი აი ჩვენ გვაქვს თან გრაფიკა სპორტული უნდა ქონდეს კარგი ბალანსი ყოველდღიური მნიშვნელოვანია კომფორტი და ფეხის ვენტილაცია ოფიციალური სადღესასწაულო დიზაინთან ერთად ყურადღება მიაქციეთ ქუსლის სიმაღლესაც ხო აი მრჩევებთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ რო გითხრათ ეთანხმებით ჩამოთვლილ პუნქტებს კი სულ გეთანხმებით ამ მომენტში კი ბატონო აი ხა მოდი ავიღოთ შევარჩიოთ სპორტული ფეხსაცმელი სანამ ოფიციალურზე გადავალთ იმიტომ რომ უამრავი დიზაინი არსებობს უამრავი ძირით არ ვიცი სხვადასხვანაირი შეფუთვით მაგრამ და პლუს ამას რახან სპორტზე დავიწყე საუბარი თქვენ სპორტულ ფეხსაცმელზე ბრტყელტერფიანობასაც ხაზი გაუსვით ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია განსაკუთრებით სპორტთან პარალელს თუ გავარდეთ. აი ეს არის სპორტული ფეხსაცმლის გრაფიკა, ამორტიზაცია უნდა იყოს ქუსლისა და თითის წვერის მიდამოშით. მოდით მივყვეთ აი ამ გრაფიკას, ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმელი სუნთქავს თუ არა, ესეც ძალიან საინტერესოა და სირბილისთვის განკუთვნილი სპორტული ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ტყავის ან ეკოტყავის სირბილისთვის განკუთვნილი სპორტული ფეხსაცმლის მასა 400 გრამამდე უნდა იყოს, თასმები ჰქონდეს ასიმეტრიულად განთავსებული, რომ ტერფი დაფიქსირდეს. აბა გისმენთ.
მე მგონი პაციენტების გარკვეული ნაწილი მყავს ხოლმე ალბათ ხუმრობებით საერთოდ ხოლმე ჩემზე, იმიტომ რომ პირველი რასაც ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, ხო, როდესაც არის ქვედა კიდურების ჩივილი, არის ის, რომ აი მე თვითონ პედიატრულ ორთოპედიაში ვარ, რა ფეხსაცმლით მოიყვანეს ბავშვი. როდესაც ბავშვს კეტები აცვია, ხო, იქ იმის საუბარი, რომ სიტუაზე გვაქვს ჩვენ ტერფის სერიოზული პრობლემა და რა ვქნათ, უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს პაციენტი, ყველაზე უარეს სიტუაციაში ვაყენებთ. ანუ კეტი არ ვარ გაარაფრად. ხო რა. ფეხისთვის. ყველაზე ცუდი ფეხსაცმელია შეიძლება ითქვას. თანამ როგორც თინეიჯერების საზოგადოებას უყვართ. და თან არის დრო ექიმი მე ვფიქრობ არ უნდა იყოს რადიკალური რა მომენტია ეს დრო თუ არის ის რომ აი ჩვენ მივდივართ ლოკაციაზე მანქანით ხო იქ ბევრს არაფერს არ ვაკეთებ ფიზიკურ აქტივობას რაც შეეხება გონებრივი სამუშაოა და სახლში ბრუნდებით ხო თუ ადამიანს ეს სიამოვნებას აძლევს და კომფორტს კი ბატონო ეცვას კეტი ოღონდ ეს თუ არის ის რომ ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი რა თქმა უნდა ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველაზე კარგი ფეხსაცმელი ხო კომფორტისთვის ზუსტად რაც ეწერა ეკრანზე არის ის ფეხსაცმელი რომელიც არის ეგრეთ წოდებული რანერი დარბაზის ბოტასებს რაც ეძახიან ხოლმე ჩვენთან ეს არის ფეხსაცმელი რომელიც არის დრეკადი სუბუქი და უკანა ძირი აქვს ისეთი რომელსაც აქვს ეს როგორ თქვა აი დაპრესვის უნარი უფრო ქართულ სიტყვას ვთილობდი მეპოვა თვითონ ძირს გულის უნდა იყოს ისეთი რომელსაც აქვს ცოტა ფაფუკი ზედაპირი და არ არის ის რომ აი დავდივარ ჩვენ კაპუნა როგორ თქვით რომელია ეს უკეთესიო სარბენი მე გამიგია რომ საუკეთესო ფეხსაცმელი არ ვიცი რამდენად მართალი ეს არის ჩოგბურთისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი ანუ კი რატო ის რომ თითქმის იგივე მონაცემები აქვს და რატომ ხო ერთადერთი რაც აქვს ჩოგბურთის ფეხსაცმელს ცოტა სხვანაირი ისევე კალათბურთისას არის ის რომ უფრო მაღალ ყელიანი არის და მეორე მომენტი რა არის რომ სპორტთან დაკავშირებით კალათბურთის კი ჩოგბურთელებსაც მაინც სჭირდებათ რატო იცით არა ნუ განსხვავებით თქვა კალათბურთისგან კოჩს პარავს და შესაბამისად კი ბატონო კალათბურთელებში მნიშვნელოვნად მამაღლებული მარტივად რომ ვთქვა და ძირითადი რაც არის ხო ანუ ერთი არის სტანდარტული ფიზიკური დატვირთვა ხო და მეორე არის უკვე კონკრეტული სპორტი მაგალითად ეხლა მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ეს კომფორტულია ეგრეთ წოდებული ბოტასით დატვირთვა ხო ყოველ შემთხვევაში ფეხბურთელებში მაგალითად ვიცით რომ ეს ეგრეთ წოდებული ბუცი არის აუცილებელი ხო იმიტომ რომ სპორტში მეორე ფაქტორიც მნიშვნელოვანია რომ არ უნდა ხდებოდეს ტრავმირება მარტივად თუ ეს არის კონტაქტური სპორტი სადაც როგორ ვთქვა ტერფის-ტერფესზე კონტაქტი ხშირია გადაბრუნებები ფეხსაცმელს დამატებითი როლი ეკისრება ანუ როგორ ვთქვა აი ამ ოქროს შუალედის პოვნა საკმაოდ რთულია ხოლმე კი ბატონო ნუ ეს რაც ეხებოდა არ მინდა რომ ესე მაქსიმალური დრო დავკარგოთ მარტო სპორტოზე თქვენ ისაუბრეთ კეტებთან დაკავშირებით და ანუ ცოტა ისეთი მომენტია რეალურად უნდა გეცვას ის რაც კომფორტულია, კეტი ამ შემთხვევაში ყველასთვის არის კომფორტული და მისაღები, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ თქვით, რომ მაინც უნდა მოერიდონ, ხო? კეტზე ვიტყვი ორი სიტყვით მაშინ რომ საინტერესო გამოსავალი თუ შეიძლება მოუძებნოთ, ხო, შემდეგი თვისება აქვს კეტს, ხო? ერთი რომ ამორტიზაცია პრაქტიკულად არ აქვს, ხო? მეორე არის არ სუნთქავს და რა თქმა უნდა არავის არ უხარია ჩახურებული კანი და სოკოვანი დაავადებების გაზრდილი რისკი და მესამე არის ეს წინა შემოკერილი რეზინის ცხვირი ხო ხშირად არის ხოლმე მithumetes ბავშვებში თითების დეფორმაციის გამომწვევი ანუ აქ ჩაფენა არ უშველის არაფერს რამე სპეციალური საფენირობა ეს საფულის რა არის რომ იმდენად კარგად ვერ ჯდება იმიტომ რომ თვითონ კეთს არ აქვს როგორც თქვა აი სიმაღლეში გაფართო კი მარტივად თქვა ანუ ეგ არის როგორი პრინციპია იცი მომწონს მაგრამ ძალიან მიჭერს ამ პირიქით მიჭერს მაგრამ იქნებ გაიწიოს ვარიანტია გაიწელოს ხო ნუ ანუკა ეს ამ დიზაინის ფეხსაცმელი მე ჯერ არ მიხმარია არ გამომიყენებია და რა ვიცი ალბათ შენ უფრო კომპეტენტური. ტერფი არასტაბილურ ნამდვილად არასტაბილურ მდგომარეობაშია ხოლმე ტერფი ქუსლიან ფეხსაცმელში იზრდება კოჭის გადაბრუნების და მუხლის ზედმეტი დატვირთვის რისკი. კი, გამოცდილი მაქვს კოჭის გადაბრუნებაც, ასე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათად ვიყენებ ქუსლიან ფეხსაცმელს ნამდვილად. თქვათ ორი სიტყვა. კი, აუცილებლად. მაგისტრის კი. ალბათ რაც უფრო მაღალია, მეტ უფრო სარისკოა ფეხსაცმლის ქუსლის ჩაცმა თუ სხვა პარამეტრებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შემთხვევაში. როგორ არის, აი მაგალითად რაც ჩანს ეკრანზე, ეს არის ქუსლი, რომელსაც ქვია სტილეტო, ხო? თვითონ რაც აქვს პრობლემა ამ ფეხსაცმელს არის ის, რომ იმდენად წვრილია მისი საყრდენი ზედაპირი და ქუსლი მოგვახსენება ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი არის, ხო? ანუ ძალიან ძნელია ამით ბალანსის დაცვა.
სწორ ზედაპირზე კიდე არ აუშავს, ხო არის რაღაც არარეგულარული ზედაპირი, თუნდაც როგორ თქვა, არც ქუჩა არის პანჯო წამება, იმ ზედაპირზე სიარული წრილი. მნიშვნელობა აქვს კიდე რა იცი, რომ ადამიანი რამდენად სპორტული არის, ხო? კატასტროფა. თან აფუჭებ რაც თავარია ფეხსაცმელს. დიახ, ისმენ. თქვენ მაინც ფეხსაცმელი უფრო შეგეცოდათ. გავერთეთ. ფეხსაცმელი უფრო შეეცოდა, ხო? რა თქმა უნდა. და როგორ არის იცით რომ აი ერთია ბალანსი, მეორე ალბათ რაც უფრო მოქნილი ადამიანი, უფრო მარტივად ახერხებს ამ ყველაფერს და როგორ თქვა რა რაც უფრო პრობლემური ჯანმრთელობა აქვს, ესეთი ქუსლებით ფიზიკურად არც ჩაიცმევს რა მარტივად რა თქვა და ძალიან ხშირია ტრავმირება და ძირითადად ფეხსაცმლით მიღებულ დაზიანებებში მაინც ორი ჯგუფი განისხვავება, ხო, ანუ ერთი არის წვავე, ეს არის გადაბრუნება, რა თქვა, როდესაც ვიღრძობთ ტერპის გარკვეულ ნაწილს, მეორეა ქრონიკული ცვლილებები, ხო, აი მაგრად ეგრეთ წოდებული ხალუქს-ვალგუსური დეფორმაცია, რასაც შეცდომით ხშირად პოდაგრას ეძახიან და აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. ქუსლიან ფეხსაცმელს საკმაოდ ახასიათებს, ხო, ანუ ერთ-ერთი გამომწვევია, ძირითადად ყველაზე მეტი კორელაცია მასთან აქვს ხოლმე. ანუ ყოველდღიურად ქუსლიან ფეხსაცმელი ნამდვილად არ არის. ყოველდღიურობაში არ ღირს, კი. და გასაგებია, რომ კი. ხო, სპორტული მანქანასა უთხარ, შეიძლება, მაგრამ რეალურად რო ალბათ სპორტული ფეხსაცმელი ალბათ ჩემი აზრით ყველაზე კომფორტულია ადამიანისთვის. ნამდვილად გეთანხმები. თუ რაღაცა განსაკუთრებულ წვეულებაზე არ მიდიხარ, თუმცა დღეს ამ მსგავს წვეულებებზეც დადიან სპორტული ფეხსაცმელები და ჰალსტუხით და პიჯაკით. მოკლედ ვერ გაიგებ ვის რა მოწონს, როგორ მოწონს, მაგრამ მოდი ხა ჩვენ გადავიდეთ იმ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იცოდეს რას იწვევს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იწვევს წელის ტკივილს, იწვევს უამრავ დაზიანებას ადამიანში არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი და შესაბამისად ამაზეც რომ გავაკეთოთ აქცენტი და გავამახვილოთ ყურადღება. ტერფისთვის არის უმნიშვნელოვანესი ბიომექანიკა. ბიომექანიკა რას ნიშნავს, ხო, რომ არის საყრდენი ზედაპირი, რომელიც უნდა იყოს ადაპტირებადი და ნებისმიერ სირთულის ზედაპირზე ახერხებდეს. ჩვენ თუ გინახავს კადრები აფრიკაში რომ დარბიან ხოლმე, გვეცოდინება რომ აი რამდენად ბევრ რაღაცას ახერხებს ტერფი და რამდენად შეიძლება ფეხშიშველები დარბიან საერთოდ. მაგ ნანახი სალკდეებზე როგორ დასწრებენ ხოლმე. კენიელები ფეხბურთს თამაში რომ იცოდნენ, სოფლიო ჩემპიონები იქნებოდნენ, იმდეს დარბიან, მაგრამ არიციან და. და წარმოიდგინეთ რამდენად უნიკალური სტრუქტურაა. აი ქუსლიანი ფეხსაცმელი, ხო, ქუსლზე რა არის, რომ 5-დან 7 სანტიმეტრამდე მაინც ითვლება თუ საყრდენი ზედაპირი განიერი, არაფერი დიდი დანაშაული არ არის მაშინ რომ გვაწვია, ხო, ანუ საუბარია თუნდაც აი ესეთ ფეხსაცმელზე, რომელიც ეკრანზე ცოტა ხნის წინ ჩანდა, ხო, ანუ მაღალი ქუსლი საკმაოდ 7 სანტიმეტრზე მეტი და რა ხდება, ხო, ანუ მკვეთრად იცვლება თვითონ ტერფის ბიომექანიკა, ის რაც როგორ ვთქვათ, აი ადამიანის ბუნებაშია. გადადის მთელი საყრდენი ზედაპირი ხდება წინა ნაწილი, ქუსლის ნაწილი ებჯინება ყოველ შემთხვევაში არაფიზიოლოგიურ მდგომარეობაში. ხშირია ხოლმე თვითონ თითების დეფორმაცია და განსაკუთრებით რაც ვახცენეთ ჩვენ ეს ჰალუქს-ვალგუსი პირველი თითის დეფორმაცია, რომელსაც გვერდზე ხშირად ჩაგურჩისებურად შეუძლია სხვა თითებიც გაამრუდოს, ქუსლის დეზი და უამრავი სხვადასხვა ნაწილი, ხო ეს შეიძლება იყოს კანის გაუხეშებული ნაწილი, ეგრეთ წოდებული მაზოლი ან თვითონ ტერფის ყესების და იოგოვანი აპარატის მდგომარეობაც კი შეცვალოს და ტრამული ბრტყელტერფიანობაც არსებობს, თუნდაც არასწორი ფეხსაცმლისგან, ხო? საინტერესო გრაფიკა გქონდა სულ დაბალძირიანებზე, არის ბალეტკებს ეძახიან, მე მგონი, ხო? ბალერინები ხო, ბალერინები, ბოდიშფიქტი, აი ეს, ნუ საიდან უნდა ვწოდნო. ძალიან არაკომფორტულია, მე პირადად შემიძლია ვთქვა. ხო, აი და ხანგრძლივი დროით თუ მოძრაობ ამ ფეხსაცმლით, ნახე გამოიწვევს მუხლის თეძოსა და წელის ტკივილიო. მე პირიქით მეგონა, რომ ეს ყველაზე კომფორტული იყო, ანუ უძირო და ქუსლის გარეშე ფეხსაცმელი, ვიდრე ვთქვა ქუსლიანი, თუმცა ნეგატიური გავლენა ამასაც ქონდა. ხო. ქუსლიც გარა. აი რას გვეთქვით ამის შესახებ? ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ხო, ანუ ეს არის პრაქტიკულად მანქანას რომ ამორტიზატორები გამოაცალო და ვიძახოთ, რომ აი რატო უნდა იყოს ის, რომ ყველა ნაწილი მოირყა და ქუსლი ამორტიზატორია სადღაც. რა ის და ქუსლი უნდა იყოს და ქუსლი უნდა იყოს დრეკადი, მარტივად რომ ვთქვათ. და აქვს ქუსლსაც თავისი ფიზიოლოგიური ის, როგორ ვთქვათ, სარბენი ტიპის ბოტასი რომ ახსენეთ 2-3 სანტიმეტრი ქუსლი მასაც აქვს, ხო, ანუ აი ორთოპედიული ძირი, ამ ორთოპედიული ძირის შემთხვევაში ხო იმდენი დატვირთვა აღარ აქვს. ბიზნესია თვითონ აი ამ ასეთი ფორმის ფეხსაცმელს. სიტყვა ორთოპედიული არის ძალიან პირობითი ცნება ესეთ კომერციული დატვირთვის, მაგალითად ფეხსაცმლის ყიდვისას გვეუბნებიან, რომ არის ორთოპედიული, ხო? ლეიბის ყიდვისასაც გეუბნებიან. ხო, კი. და რეალურად ესეთი რაღაცები ციგნებში არ წერია, რომ რაღაც არსებობს ორთოპედიული, ანუ ორთოპედიული ფეხსაცმელი ხშირად გამოიყენება ხოლმე რთული დეფორმაციის პაციენტებში, ვისაც როგორ თქვა, ჭირდება, რომ თვითონ რამენაირად თვითონ ფეხსაცმელმა ტერფი მოარგოს საყრდენ ზედაპირს, ხო? ძირითადად ახლა ალბათ უფრო ცნება არის ანატომიური. ანატომიური რას ნიშნავს? ხო, ნორმალური ანატომიის პირობებში რამდენად კომფორტულად იმეორებს
ტერფის თაღის ფორმა, სწორე ეს ორთოპედიული ფეხსაცმელი, რაც ყოველთვის ეგონათ რომ კარგია, ხო წარმოვიდგინეთ ქვასავით ფეხსაცმელი, რომელსაც ბავშვებსაც მოდნენ ხოლმე და ამბობდნენ რომ ეს არის იმისთვის, რომ უკეთესად განვითარდეს ორთოპედიულად. ორთოპედიული ფეხსაცმელი ჩვენს საქმეში ხო არის ორთოპედიულად პრობლემური პაციენტებისთვის, ვისაც აქვს, როგორ ვთქვათ, ან ცერებრული დამბლა, ან ტერფის თანდაყოლილი უხეში დეფორმაცია. და განსაკუთრებულად გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ რამხელა სიამოვნება, როდესაც მიხვალ სახში გაიძრო ფეხსაცმელს. რა აღმოვაჩინა ეხა პროდიუსერმა მიხარ და თურმე როდესაც მიდიხარ შლაპუნებს ამოიცვამთ ხოლმე სახში, აი შლაპუნები ძალიან საინტერესო ან ჩუსტი ხო საზაფხულო ხო შლაპუნი არა ის იშლაპუნოთ ესე კი ბატონო მოკლედ და მე იშლაპუნებ სახში მაგრამ ამის შერჩევასაც მე მგონი ცალკე ცოდნა უნდა როგორც ჩანს მაგ შეგრძნებაზე კომენტარს არ გავაკეთებ მე მგონი ყველა საერთო შეგრძნება გვაქვს ერთნაირი მაგაზე ექიმს ვერ ექნება განსხვავებული ბოდიში ამ თემასთან დაკავშირებით არიან ადამიანები რომლებიც არ ვიცი რატომ შეგნებულად ყიდულობენ მათ შორის ძალიან ცნობილი ადამიანები ოდნავ პატარა ზომის ფეხსაცმელს სიამოვნება განიცადონ როცა სახში მიდიან. კი მეც გამიგია ეგ. მოკლედ დავიწყოთ შლაპუნებზე საუბარი. როგორ არის თუ სტანდარტული ტერფის აგებულება გვაქვს, არის ის რომ რა არის ჩვენთვის უფრო კომფორტული მარტივად რო ვთქვათ. თუ არა სტანდარტულია, მე რა მგონია ეს რომ მაინც ერთხელ მაინც ჯობია კარგ ექიმთან გავიაროთ ის რომ ჩვენ რა აქტივობები გვაქვს დღის მანძილზე, როგორი არის ჩვენი სხეულის საჭიროებები და რა ტიპის ფეხსაცმელი ექნებოდა კომფორტული, რატო იცით რომ იმდენად დიდი იმ მრავალფეროვანი არის ტერფის ფორმა, რო ვთქვათ, რომ კონკრეტულად მოდით ეს იყოს უნივერსალური, რა თქმა უნდა, მაშინ სხვა ფეხსაცმელები ამოვარდებოდა დიზაინიდან და საერთოდ აღარ მოხდებოდა მათი წარმოება. ანუ ინდივიდუალურია მაინც ყველაფერი. და თან რა მომენტია ის, რომ სახლში ადამიანი როგორც წესი, მაინც იმდენს არ იტვირთება, როგორც გარეთ, იმიტომ რომ ყოველთვის არის იმის საშუალება, რომ ჩამოჯდე, თუნდაც არ არის ის, რომ სამსახურია, სადაც იცი, რომ კონკრეტულ დრომდე თუ არ მიხვედი, ვერ შეისვენებ, ხო, ანუ სახლში მაინც არის მგონია რომ რაც არის ადამიანისთვის კომფორტული ყველაფერში არ ურჩევნია. და ბავშვებს ძალიან მოყავს ფეხში შველი სიარული. ბებიები როგორ ვერ იტანენ მაგას. კი, ნამდვილად ასეა. ხო, რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი რჩევები მივიღეთ თქვენგან. ძალიან დიდი მადლობა. იმასი მადლობა. ჩემთვისაც აღმოჩენა იყო შლაპუნები, კი და ერთი სული მაქვს როდის მივიღო სახში. ნეტავი მოვითხოვო შლაპუნები, მომგვარე შლაპუნები ესე. მაგისთვის პანელი წყავდა ხოლმე. მადლობა და წარმატება. დიდი მადლობა.